სწორედ ურთიერთობით ხდება ამ უნარის განვითარება. მშობლისა და შვილის ურთიერთობით, ან ნებისმიერის დასრულის ვის მიმართაც რაღაცა გარკვეული ემოციური კავშირი აქვს ბავშვს. და სწორედ ჩვენგან გამომდინარე სწავლობს ისიც ნდობას. და შესაბამისად, ის მომენტი, რომ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს თუ მუდმივად არ ვენდობით, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზოგადად სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ უნდობლობა გაუჩნდეს ადამიანს და ალბათ ხშირად ქონია ხოლმე შემთხვევები თქვენ ცხოვრებაშიც და ჩვენ ყველას ურთიერთობაში რაღაცად ეს უნდობლობა ძალიან მასშტაბური ხდება ხოლმე და იმის გამო რომ ადამიანი ესე ცალკე მოწყვეტილი ვერ იქნება, ხო? ურთიერთობის გარეშე ადამიანის განვითარება ფაქტობრივად არ არსებობს. ურთიერთობაში ნდობის განვითარებაში არის ზუსტად საფუძველი პიროვნების განვითარებისა თვითონ. და ის ნაწილი, რომ ნდობა შობს ნდობას, უნდობლობა უნდობლობას, ან რაღაცა ურთიერთკავშირი არის. მაგრამ აქვე რაღაცა ესეთი არ მინდა რომ ძალიან ეს გამოგვივიდეს, რომ თუ რაღაცა შეგვეშალა, თუ ვერ ვიყავი დღია, თუ არ გამოვიჩვენეთ ნდობა ერთხელ, თან ორჯერ რაღაცა დამთავრდა და ამის იქით აღარ განვითარდება. ყოველთვის არის განვითარების შესაძლებლობა, როდესაც სამი სურვილი დგება. და პირველი ეს ნდობის მომენტი ხშირად არის ხოლმე მშობლები ამბობენ, როდესაც რაღაცა კონსულტირების ნაწილში მუშაობთ, რომ რაღაც არაფერს არ მიყვება, არაფერს არ მიზიარებს. მეც როგორც მშობელს მქონია ხოლმე ხშირად ეს განცდა, რომ აი რაღაცა მგონია რომ აწუხებს და არ ამბობს და მოდი აქ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რომ რა შემიძლია ამისთვის გავაკეთო, ან რის გამო არის ეს, როდესაც არ გვიზიარებს და შეიძლება ვიპოვოთ პასუხი, მოდი ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი და უბრალოდ მეგონები ხოლმე თქვენ რას უზიარებთ თქვენ შვილებს. აი რას უყვებით მაგალითად საკუთარ თავზე, როცა გვაქვს მოთხოვნილება, რომ ის არ გვიყვება, არაფერს არ გველაპარაკებ. აი ჩვენ რას უყვებით, ჩვენ რას უზიარებთ, ჩვენ შეიძლება რომ ძალიან უბრალოდ ესეთი ადამიანური ემოციები გაუზიაროთ, როცა გვეწყინა, როცა გავბრაზდით, როცა რაღაცა მოხდა მაგალითად სამსახურში თუ ურთიერთობაში, შეიძლება ხოლმე რომ რჩევაც ვკითხოთ და აი უკვე მე ეს ურთიერთობაში შესვლის ემოციური კავშირის და ნდობის ფაქტორი აი აქ ვითარდება უკვე. და მე უკვე რაღაცნაირად უფრო და უფრო მარტივდება ეგ ამბავი და ბავშვსაც დასრულობაში აღარ ექნება ესეთი მძაფრი უნდობლობის განცდა სამყაროს და ადამიანების მიმართ. ესე იგი, რამდენადაც კარგს ვაკეთებთ ბევრ მშობლების შვილებისთვის, იმდენად შეგვიძლია დავაზიანოთ შვილებს. მე ვერ გვითხოვს ხოლმე მე და შენ ხო.